დრომ მშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ მიმდინარე კვირას სტუმრებს BMG სტუდიაში მე მარია მიზორიო მასპინძლა. თემებსა და სტუმრებზე ვნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. საქმიან კვირას და ორშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 27 ოქტომბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ელენკა კოხრეიძეს და ქეთი ამირბარს. ბაშ ღონისძიებების დაგეგმვის ვებ პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება მინიმალური ძალისხმევით გამორჩეულად აღნიშნონ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები. მომხმარებელი ერთიან ციფრულ სივრცეში იგებს შთაგონებას, გეგმავს ღონისძიების დეტალებს, არჩევს საჭირო ინვენტარს, ჯავშნის ლოკაციასა და ყიდულობს შესაბამის მომსახურებას. ვებ პლატფორმა არის ერთგვარი დამაკავშირებელი მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელს შორის. უფრო დეტალურად პლატფორმის მნიშვნელობაზე ქალების ნარატივში ბაშის დამფუძნებელი ელენკა კოხრეიძე ისაუბრებს. ამირბარი ჰოსპიტალიტი აგენსი პირველი სტუმარ მასპინძლობის სააგენტოა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს თავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს. სააგენტო იდეის დაბადებიდან მისი სრული განხორციელების ბოლო შტრიხამდე მომხმარებლის გვერდით დგას. ამ ყველაფერს კი ბაზარზე არსებულ საუკეთესო პროფესიონალების ჩართულობით აკეთებს. სააგენტოს მუშაობის პრინციპზე ქალების ნარატივში ამირბარი ჰოსპიტალიტი აგენსის დამფუძნებელი ქეთი ამირბარი თავად მოგვიყვება. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ, ქალების ნარატივი. დღევანდელ ეთერში ახალი წამოწყება უნდა გაგაცნოთ, სტარტაპი, რომელიც ღონისძიების დამღლელ შრომატევად და ხანდახან სტრესულ პროცესს სრულად გაგიმარტივებთ. საუბარია ბაშზე, ვებ პლატფორმაზე, ყველა იმ სერვისითა და ფუნქციონალით, რომელიც იდეალური ღონისძიების მოსაწყობად არის საჭირო. ბაში დაგეხმარებათ მინიმალური ძალისხმევით, გამორჩეულად აღნიშნოთ ცხოვრებისეული მომენტები. მომხმარებელი ერთიან ციფრულ სივრცეში იღებს ყველა იმ მომსახურებას, მაგალითად არჩევს საჭირო ინვენტარს, ჯავშნის ლოკაციას, ყიდულობს მისთვის საჭირო მომსახურებას. ვებ პლატფორმა არის ერთგვარი დამაკავშირებელი მომხმარებელსა და სერვისის მომწოდებელს შორის. უფრო ვრცლად ბაშის კონცეფციასა და იდეაზე საუბარს ელენკა კოხრეიძესთან, ბაშის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. ელენკა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ და მაქვს საშუალება, რომ ამ ჩემს ყველაზე საყვარელ საქმეზე ვისაუბრო და მადლობა თქვენ. ერთგვარი პრეზენტაცია გამოგვდის, ხო? იმიტომ რომ ჯერ არ არის, როგორც ვიცი, აქტიურად ჩაშვებული და არის საეტაპო რეჟიმზე. ნამდვილად, ეხლა გვაქვს ესე რომ ვთქვათ ის პროცესი ზუსტად, როდესაც ყველა კატეგორიაში გარკვეული რაოდენობის პარტნიორები უკვე დავამატეთ და მიდის ესე რომ ვთქვათ friends and family-ზე გატესტვა, რომ რადგანაც სერვისზე გვაქვს საუბარი, გვინდა რომ ყველაფერი რაც იდეალურად იყოს და თუნდაც ის პატარა დანაკლისები, რაც შეიძლება ჩვენ ბიზნეს გეგმის შემუშავების დროს ვერ გავთვალეთ, ზუსტად ამ პროცესში უკვე გამოჩნდეს და მისი მარტივი და ჩქარი მოგვარების გზებიც უკვე წინასწარ გამსაზღვროთ, რადგანაც საკმაოდ ცოცხალი და აქტიური პროცესია. ყველაფერს წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ გამსაზღვროთ, უბრალოდ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ თუ რა შეიძლება, რა წინაღობები შეიძლება იყოს გზაზე, რომელსაც მე მარტივად მოვუყარებთ მომხმარებელს. იქამდე სანამ ვისაუბრებდეთ ბაშის იდეაზე, კონცეფციაზე, შესავლის მიღმაც, მინდა რაღაცა მცირედით კარიერული გზა მიმოვიხილოთ თქვენი და როგორ მიხვედით უკვე თქვენი საკუთარ წამოწყებამდე? პროფესიით ვარ მარკეტერი, საკმაოდ დიდხნიანი კარიერა მაქვს უკვე როგორც საერთაშორისო კომპანიებში, ასევე ლოკალურ დიდ ორგანიზაციებში და ჩემი ესე ვთქვათ კარიერის გზაზე მუდმივად მქონდა შეხება სტარტაპებთან და სტარტაპერების ეკოსისტემასთან, რომელიც ჩემთვის მართლა ძალიან საყვარელი, ესე რომ ვთქვათ, სფეროა და განსაკუთრებულ მოტივაციასაც იძლევა ჩემი სუბიექტური აზრითაც ეს წამოწყება. გეთანხმები 100%-ით, იმიტომ რომ სულ ყველაჯერ რაღაცა ან საგრანტო პროექტებს ვესწრებოდი, ან მე თუ მონაწილეობდა ნებისმიერ, ეხლაც მენტორი ვარ, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე სტარტაპის და იმდენად დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ზუსტად მაგ დროს გადავწყვიტე, რომ ჩემი რაღაცა უნდა დამეწყო და ეს ცოტა ესეთი სახელისო თემიდან წამოვიდა, ანუ ზოგადად სამეგობროში ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს მე თვითონ გეკმავდა, ანუ ყველა შეკრებას, ესე რომ ვთქვათ, მე ვაორგანიზებდი და ცოტა ბევრი დისკომფორტი მექნებოდა ამ პროცესში, იმიტომ რომ ანუ ყველა ვენდორთან თათითაოდ უნდა ისაუბრო, მე რაღაცა
დრო შენთან და მენეჯმენტო, მე ყველასთან follow-up-ი გიწევს და საკმაოდ სტრესული და შრომატევადი პროცესი არის ეს ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში, ანუ უკვე იმ დღეს მე ბოლომდე ვერ ვირგებდი, ეს მარტივად რო ვთქვა და მაგ დროს გაჩნდა ზუსტად ეს იდეა, რომ რაღაცა ვებ პლატფორმა შექმნილიყო, რომელიც ამ ყველა სტრესულ და ასე ვთქვათ, დიდ დროს რაც მოითხოვს ამ საკითხს მოაგვარებდა და უკვე თვითონ ადამიანს, რომელიც არის მასპინძელი, ის შეძლებდა ესე რომ ვთქვათ, თვითონაც დიდი სიამოვნება მიიღო უკვე ამ ღონისძიებებისგან. ელენკა, იდეის გაჩენიდან შემდგომ უკვე რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც განხორციელებისთვის გადაიდგა? რითი დაიწყეთ? იდეა გავაცანი ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე თავისი რამდენიმე წამოწყება აქვს და საკმაოდ კარგად არის გათვითცნობიერებული თუ როგორ უნდა მართო საკუთარი ბიზნესი და ჩემთვის ეს ძალიან მასტიმულირებელი იყო, იმიტომ რომ გარკვეული საფეხურები, რაც ანუ ბიზნესის ნოლიდან დაწყება სჭირდება, მას უკვე გაველი აქვს და რაც ერთად მარტივად ესე ვთქვათ, დავიწყეთ უკვე იდეის ჩონჩხის შექმნა. შემდეგ უკვე დავპარტნიორდით Plexigonjis-თან, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, კომპანია, რომელიც აწყობს ვებ პლატფორმებს და მათ შეგვიქმნეს თავიდან ბოლომდე ჩვენი პლატფორმა და დღემდე არიან ჩვენი საპორტერები და ნებისმიერ ინოვაციას, რაც საჭირო არის ისინი, ესე რომ ვთქვათ, გვიწევენ ამ დახმარებას და მოკლედ მათთან ერთად უკვე მოვახდინეთ მთლიანად ამ ეკოსისტემის შექმნა, სადაც ყველა ვენდორის დამატება და ატვირთვა ხდება. და შემდეგი პროცესი უკვე რომელიც ყველაზე საინტერესო არის ეს პარტნიორთან ურთიერთობა, სხვადასხვა მიმართულებით ეს არიან კონდიტრები, თუნდაც კეითერინგის პროვაიდერები, ფოტოგრაფები და ასე შემდეგ, რომლთანაც მოვახდინეთ რაც უკავშირი და მათი განთავსება ვებ პლატფორმაზე, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ უკვე მათი დაჯავშნა. კი ბატონო, საინტერესო მათი ინტერესი რამდენად გაჩნდა, თუმცა მანამდე მინდა მაყურებელს კიდევ უფრო კარგად ავუხსნათ რა არის ბაში და მას შემდეგ რაც უკვე ბოლომდე ჩაეშვება და ამ სატესტო რეჟიმს გადალახავს, რა დახვდება მომხმარებელს ვებ პლატფორმა ბაშზე? ეს არის online marketplace, ესე მარტივად რო ავხსნათ, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი სერვისი, რაც მათ ჭირდებათ, რომ აღნიშნონ თავიანთი დაბადების დღე, ბავშვის დაბადების დღე, ესე ვთქვათ, ბაჩელორეთი, ქორწილი, ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ჩვენს დედაზღვარი გვაქვს 100 ადამიანამდე განსაზღვრული, იმიტომ რომ 100 ადამიანის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი ღონისძიება და მაგ დროს უკვე გჭირდება პერსონალური ღონისძიების დამგეგმავი ადამიანი, რომელიც ჩვენზე იქნება მომაგრებული, ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ, დედაზღვარი გვაქვს 100 ადამიანამდე. პლატფორმაზე შემოსვლის შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს ნებისმიერ სერვისს, ირჩევს ნებისმიერ პროდუქტს, რაც მათ ჭირდებათ და ათავსებს შეკვეთას ჩვენთან. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს უკვე დღესდღეობით, ანუ Volt-ის და Glovo-ს გამოცდილება აქვს და ონლაინ აკეთებენ შეკვეთას ყველაფერსაც, ჩათვალეთ, რომ ზუსტად იგივე არის. ნებისმიერი სერვისის და პროდუქტის შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენთან, თუნდაც დეკორაციების, მაგიდების, გადასაფარებლების და ასე შემდეგ და უკვე ჩვენი გუნდი მოგიტანთ უკვე ლოკაციაზე და ამ ყველაფერს იმ დღის განმავლობაში გაგიწყობთ, გაგიშლით და მოგემსახურებათ, როგორც თქვენ გჭირდებათ. შესაბამისად, ესე ძალიან ამარტივებს ამ პროცესს თავიდან ბოლომდე, რაც მომხმარებელს ჭირდება. და რაც შეეხება მომწოდებლების მხარეს, უფრო ფოკუსი გვაქვს გაკეთებული მცირე და საშუალო ზომის მომწოდებლებზე, რომლებისთვისაც რაც ახალი ნიშა იხსნება, იქიდან გამომდინარე, რომ ესე რომ ვთქვათ, დაბადების დღეები და ეს ღონისძიებები, რომელიც 25 კაციანი, 50 კაციანი არის და სახლში ან პატარა ლოკაციაზე იხდის მომხმარებელი, არ მიდიან იმ მომწოდებლებამდე, რომლებიც შეიძლება უბრალოდ დიდ ღონისძიებებს ემსახურებიან, ასე შემდეგ და ამიტომ ახალ ნიშას ვუხსნით ამათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი win-win სიტუაცია გამოდის ყველასთვის. ორ მხრივ ეს თქვა სარგებელი, როგორც მომხმარებელი ღებულობს ყველანაირი სერვის კომფორტულად ერთ სივრცეში, ასევე სერვისის მომწოდებელი სრულად ახალ სეგმენტზე და მომხმარებლის ბაზაზე გადის. საინტერესოა სერვისის მომწოდებლებისგან, თქვენ ახსენეთ, რომ მცირე საშუალო ტიპის ბიზნესებზე გაქვთ გათვლა, რამდენად წამოვიდა ინტერესი, რამდენად გაჩნდა მათი მხრიდან ჩართულობასთან დაკავშირებით ინტერესი? სხვათა შორის, ვისაც დავეკონტაქტეთ ჩვენ თვითონ, რაც გარკვეული ტიპის ბაზა გვქონდა, უარი არ მიგვიღია არავისგან, რაც ძალიან, ისეთი რა ქვია, სასურველია. რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუნდაც, ესე რომ ვთქვათ, პროცენტულ განაკვეთზე და ეს ბიზნეს მოდელზე როგორ ვიმუშავებდით და მათგანაც ძალიან ბევრი საინტერესო, ესე რომ ვთქვათ, მინიშნებები იყო, რაც ჩვენ დაგვჭირდა იმისთვის, რომ გამოგვესწორებინა პლატფორმა
პრობლემაზე, რაც წინასწარ არ იყო განსაზღვრული და საკმაოდ ესეთი როგორი პროდუქტიული პროცესი იყო. ამჟამად კიდე მიმდინარეობს ახალი პარტნიორების განთავსება ვებგვერდზე და დიავართ ნებისმიერი ესე რომ ვთქვათ შემოთავაზებისთვისაც და უბრალოდ კარგად დაინახეს ამ მომწოდებლებმა ის ღირებულება, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ მათ მივაწოდოთ იქიდან გამომდინარე რომ ეს საკმაოდ ბევრი ტიპის პატარა ღონისძიება არის მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ მთლიან საქართველოს ფარავთ წლის განმავლობაში და უბრალოდ მათზე მათ წვდომა არ ქონდათ და ეხლა გვინდა რომ ეს წვდომა გავხსნათ. კი ბატონო. ბიზნეს მოდელზეც მინდა ვისაუბროთ. რაში მდგომარეობს სტარტაპის ბიზნეს მოდელი? ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე სერვის პროვაიდერები, თვითონ კომპანია და შესაბამისად დაფუძნებული ვართ სერვის ფიებზე, როგორც მომწოდებლის მხრიდან, ასევე ჩვენი მომხმარებლების მხრიდან. რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც მომწოდებელს ვანთავსებთ ჩვენს ვებ პლატფორმაზე, ისინი გარკვეული ტიპის ფასდათმობას აკეთებენ და ჩვენ პროდუქციას ვყიდით იმ საბაზრო ფასით, რომელთაც ისინი აკეთებენ რეალიზაციას ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე, ხოლო მომწოდებელი კიდე იხდის გარკვეულ პროცენტს უკვე სრული ღირებულებიდან, რაც თავიდან ბოლომდე ფარავს უკვე იმ გაწეულ ხარჯებს, რაც ჩვენი გუნდის მომსახურებას ეხება და ასევე თვითონ ვებ პლატფორმის მუდმივ დეველოპმენტს. კი ბატონო, კომპანიები ამჟამად რა რაოდენობას ითვლიან? რამდენი არიან? ამჟამად ყავს 100-ზე ცოტა მეტი პარტნიორი, რაც ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მეჩვენებელია, ხანცირე პერიოდია. დიახ და თან ვფარავთ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი გვაქვს ამ პერიოდში გააქტიურებული, შესაბამისად ესე ვთქვათ, კარგი დაფარვა გამოგვდის, გვინდა რომ ცოტა ესე კიდევ თელავის ნაწილიც ავითვისოთ, მაგრამ ცოტა მანდ გვიჭირს პარტნიორების მოძიება, მაგრამ მგონია რომ ეგეც არ იქნება პრობლემა და რაღაც პერიოდში მაგასაც გადავფარავთ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი რაოდენობის პროვაიდერები არიან, თან საკმაოდ დიდი სპექტრი არის დაწყებული кейთერები და დამთავრებული ესეთი ხმის აპარატურით დამთავრებული ნებისმიერი ესე რომ ვთქვათ პარტნიორის მოძიება შეგიძლიათ უკვე პლატფორმაზე. კი ბატონო. მომხმარებლისთვის ცალკე რა კომფორტია? გულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი ხომ რაღაც ერთიანი პაკეტი შეიძინოს სრული ღონისძიების, შეუძლია მხოლოდ მაგალითად ხმის ნაწილში რაღაცი ისარგებლოს, ან თუნდაც საკონდიტროს მომსახურებით ისარგებლოს, აი ეს რამდენად არის მორგებული მომხმარებელზე? მომხმარებელზე არის თავიდან ბოლომდე მორგებული, ნამდვილად შეუძლია რომ მხოლოდ ერთი სერვისით ან პროდუქტით, თუნდაც შეუძლია მხოლოდ დეკორაცია გამოიწეროს ჩვენი პლატფორმით და სხვა არაფერი არ შეუკვეთოს. თავიდან ბოლომდე მათზე არის, ანუ გამოვედით მომხმარებლის პრიზმიდან, ესე რომ ვთქვათ, და რაც მათ ჭირდებათ, ნებისმიერი რამის შეკვეთა შეუძლიათ. ერთ რაღაცას აღნიშნავდი, თავიდან პლატფორმაზე არ ვეპირებდით ლოკაციების განთავსებას, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესი არის ამ ყველაფრის დაჯავშნა, მაგრამ გავაკეთეთ ესე ვთქვათ გამოკითხვა, თუნდაც არსებული სატესტო მომხმარებლების და ასე ვშტებს და ფართო აუდიტორიაზე და პირველი რაც ამოვიდა, ეს მათი მოთხოვნა იყო, რომ ლოკაციის დაჯავშნაში შედებოდა დახმარება და ეხლა ესე ვთქვათ თავარი ერთ-ერთი ფოკუსი ზუსტად ამ მიმართულების გამართვა არის ჩვენთან და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ანუ პირველი ყოველთვის ის უნდა იყოს, რაც მომხმარებელს ჭირდება და ამიტომ არანაირ შეზღუდვას და არც მინიმალური შეკვეთის ესე ვთქვათ რაოდენობას არ ვაწესებთ. კი ბატონო, სატესტო რეჟიმიდან გამომდინარე, რა ჩვენა პირველადმა შედეგებმა? საკმაოდ საინტერესოა. უმეტესწილად ჯავშნა მიდის დაბადების დღეებზე და ფიდბექი რაც მივიღეთ არის ის, რომ მეზარებოდა აქამდე, იმიტომ რომ ბევრი უნდა მერბინა და ეხლა რა მარტივია. და აი ვფიქრობთ, რომ ის ზუსტად რაც აი ცოტა სიამაყის გრძნობა რო გიჩდება, იმიტომ რომ რაცა ზუსტად ის პრობლემა გადაჭერი. მიღწეულია იდეაში, ხო? კი და ეგ ძალიან გვახარებს. გვინდა რომ კიდე რა თქმა უნდა სხვა მიმართულების მომხმარებლებმაც აგვარჩიონ და მიიღონ ჩვენი სერვისი, მაგრამ ვფიქრობ, როგორც კი ფართო აუდიტორიაზე გავალთ, უკვე ესეთ დივერსიფიცირდება და სხვა ტიპის სერვისების გამოყენებას მოახდენენ ჩვენი ვთქვათ აქტიური მომხმარებლები. აი პირველადი შედეგებიდან გამომდინარე, თქვენ შეფასებით ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? აი რა სეგმენტია ძირითადად ეს? ძირითადად არიან ქალბატონები და ვინც არიან აქტიურები და დაკავებულები და უმეტესწილად ყავთ ოჯახი ან მცირეწლოვანი ბავშვი. შესაბამისად, ანუ მათ იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვთ, რომ ზუსტად მათ ჭირდებათ მსგავს ტიპის დახმარება, რადგანაც თან სურთ, რომ თვითონაც რაღაცა ეს ჩართულები იყვნენ, თან რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე თან უნდათ, რომ ასიამოვნონ როგორც თავის თავს, ასევე ბავშვს, ასევე მეუღლეს და ძირითადად, ანუ ეს ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, რომ
რაც აქტიურად გამოიყენება პლატფორმა და მეორე ნაწილი არის უფრო ახალგაზრდა ასევე გოგონები, რომლებიც აი ბაჩალორეტსაც ვეძახით, მაგ მიმართულებით ცდილობენ ჩვენი სერვისების გამოყენებას, რაც ასევე ასე ვთქვათ მეორე დიდი სეგმენტია. კი ბატონო, და მოკლედ ეს სამომავლოდაც ალბათ მოლოდინია, რომ ეს სეგმენტი იქნება განსაკუთრებით აქტიური მას შემდეგ, რაც ოპერირებას უკვე სრულად დაიწყებს პლატფორმა. მაგრამ გვინდა რომ რაცა მამაკაცებიც და ბიჭებიც აქტიურად იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვისაც ძალიან ხელსაყრელი და მარტივი. სიმარტივიდან გამომდინარე, მგონია რომ რაღაცა ეგ სეგმენტიც აუცილებლად დაინტერესდება. უნდა კარგად გავაცნოთ, რომ მათთვისაც არის ეგ აჩვენებს ამოცანა იქნება პრომოუშენის. ელენკა, რა იყო ის გამოწვევები, რაც შეგხვდათ ბაშის უკვე რეალობად ქცევის პროცესში? დეველოპმენტი და პლატფორმის აწყობა. საკმაოდ ესეთი რთული პროცესი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლადი 엘ემენტი შემოდის უკვე სერვისის არჩევის დროს, თუნდაც აი ძალიან მარტივი შეიძლება იყოს, ასე რომ ვთქვათ, ფოტოგრაფის დაჯავშნა, მაგრამ სანამ ფოტოგრაფს აირჩევ, მომხმარებელმა უნდა ნახოს მისი პორტფოლიო, რაღაცა ფასის კატეგორიით განსაზღვროს და როდესაც სრულიად ახდენს, ასე რომ ვთქვათ, ჯავშნის პროცესს, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ფოტოგრაფის თანხა არ გადაიხადოს იმ მომენტშივე, იქიდან გამომდინარე, რომ ორი მომენტია, რომ ერთი შეუძლია უბრალოდ დაარეზერვოს და ნახოს პორტფელი და კარგად შეხედოს რამდენად მისთვის მისაღებია და მეორე არის, რადგან თვითონ ფოტოგრაფებს ბუკინგ სისტემა არა აქვთ ესე, ანუ ეგეთი, ასე რომ ვთქვათ, არ არსებობს, სადაც ყველანი თავისუფალ დროებს შეიყვანენ, ჩვენ გვიწევს მერე გადამოწმება უკვე რაცა როგორც მანუალური პროცესი, რამდენად ცალია იმ კონკრეტულ ფოტოგრაფს ან რაღაცა კონკრეტულ ფასის კატეგორიაში ვინ არის ხელმისაწვდომი. და ეს ყველაფერი რომ გამარტივებულად ყოფილიყო მომხმარებლისთვის, როგორც შემდეგ ინვოისინგი და გადახდის პროცესი, აი ამ ნაწილში საკმაოდ ვთქვათ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ტექნიკურად გაგვემართა, მაგრამ მომხმარებლის კუთხიდან რომ შევხედოთ, იმდენად მათთვის უკვე მარტივი პროცესი გამოდის და ვთქვათ გვენდობიან რომ რაღაცაში ისეთში არ ვახტევინებ თანხას, რაც მათ არ უნდათ, რომ ნამდვილად ღირდა ეს ცოტა წვალება პროცესის გავლა ჩვენთვის. ელენკა, რამდენი ადამიანია გუნდში და რამდენი ადამიანი მუშაობს ამ იდეაზე? ამ ეტაპზე ვართ თვითონ გუნდში 6 ადამიანი და ყავს ეს დეველოპერული კომპანია, რომელიც გვეხმარება უკვე თვითონ პლატფორმის ნაწილში და იქაც ჩვენზეა მომაგრებული 4 ადამიანი და საკმაოდ ესე აქტიურად არიან ჩართულები ყველა პროცესში და სხვათაშორის ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ ჩვენ რა იდეასაც ვეუბნებით და რა პრობლემასაც ვსახავთ, საკმაოდ კარგ გადაწყვეტებს გვიდებენ უკვე აქეთ მხარესაც და მაგიტო ვფიქრობ, რომ ეს მოდელი მუშაობის დღესდღეობით საკმაოდ ესეთია, საინტერესო და კარგი. კი ბატონო, როდის უნდა ელოდოს უკვე ფართო საზოგადოება პლატფორმის ამოქმედებას? ჩვენ გვინდა რომ ახალი წლისთვის ვიყოთ მზად, ყველანაირად უკვე, რადგანაც ახალი წელი საკმაოდ აქტიური პერიოდია სხვადასხვა ტიპის წვეულების ჩატარებისთვის და გვინდა რომ მომხმარებელს უკვე ხელმისაწვდომად ჰქონდეს ჩვენი პლატფორმა და შეძლონ უკვე შეკვეთების განთავსება. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში, დეკემბრის მეორე ნახევარში უკვე აქტიურად კი ბატონო. აი რა ეტაპზე ხართ ახლა, რამდენად აღმოჩნდა საკმარისი ის დრო, რაც დაისახა, რომ რაღაც სატესტო რეჟიმისთვის გამოგეყოთ, როგორ ფიქრობთ განვითარების რა ეტაპზეა ახლა პლატფორმა, რომ უკვე ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგეს გამართულად? ყველაზე დიდი, მე ესე ვთქვათ, გადასალახი ნაბიჯი იყო საკმაოდ, ან დაგვჭირდა ვენდორების აკრეფა ამ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ვერ მივცემთ მომხმარებელსაც ერთ და ორ ოპციას, რამოდენიმე ოპციიდან მაინც უნდა კონდეს არჩევანის საშუალება. შესაბამისად, ეხლა რადგანაც დიდი ნაწილი ეს უკვე ჩახურულია, მხოლოდ ტექნიკური ნაწილების გამოსწორებაში ვართ, ეს პატარა ბაგები, რასაც გვია, რომ ეს მომხმარებელს ასე ვთქვათ, ხელი არ შეეშალოს უკვე თვითონ შეკვეთის პროცესში და მაგიტო ვფიქრობთ, რომ დეკემბრისთვის ყველაფერი მოსწრებადი უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ სხვა რამე დიდი წინაღობა არ დაგვიდგება წინ და შევძლებთ ამ ყველაფრის გამართვას. აუცილებლად და მოლოდინები როგორია, ამასაც კითხავთ. როგორ გამოხმაურებას ელოდებით? მგონია, რომ ძალიან კარგს, იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ეს რაღაცა პოზიტიურ პროდუქტს ვხვნით და პოზიტიური პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ. ამიტომ მგონია, რომ რაღაცა მომხმარებლებისგანაც კარგი ფიდბექი უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ გულახდილი ფიდბექი გვექნება, იმიტომ რომ ნებისმიერი უკვე კავშირი, რომელიც მომხმარებლის გამოდის, ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი მანიშნებელი, რა გვაქვს საცვლელი და რა მიმართულებით ვართ წასასვლელები. შესაბამისად, გულახდილობის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. გეგმებზეც კითხავთ. მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით თუ იგეგმება, რომ ეს პლატფორმა გახდეს არა მხოლოდ საქართველოზე და ქართულ მომხმარებელზე ორიენტირებული, არამედ ფართო საზღვრებსაც გასცდეს.
რა თქმა უნდა, გვაქვს ამის ამბიცია და გვინდა რომ საქართველო იყოს ჩვენი სატესტო ბაზარი და შემდეგ უკვე დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს როგორი იქნება ჩვენს რაც უახლოეს სამეზობლოში და შესაბამისად მოვახდინოთ გაფართოება. მაგრამ ეს ამ მგონია რომ ეს უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდეს. ჯერ საქართველოს უნდა იყოს ორიენტირებულები და პროდუქტი კარგად გავუმართოთ და შესაბამისად მერე მოხდეს უკვე გარეთ ქვეყნებზე გასulis ამბიციის რეალიზაციაში მოყვანა, მაგრამ ვფიქრობ რომ აუცილებლად თან რაცა მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არსებობს ამერიკაში და საკმაოდ კარგად მუშაობს, რათა ბევრი ინსპირაციას ვიღებთ მათგან და ვფიქრობ, რომ რაცა ჩვენს მხარეს რადგანაც არ არიან გამოსულები, შეგვიძლია რომ ევროპის კონტინენტი კარგად ავეთვისოთ ჩვენ თვითონ. კი ბატონო და ხო, ბოლოს კითხავ საქართველოს რამდენად არის საინტერესო ბაზარი პლატფორმისთვის? როგორ ფიქრობთ, აი დაკვირვებამ რა ჩვენა, რამდენად წამოვიდა ტენდენციები, ღონისძიების ორგანიზების, რამდენად გაჩნდა ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში? ზოგადად საკმაოდ ბევრი კომპანია არსებობს, რომლებიც ეს event planning კომპანიები, რომლებიც არიან დიდი ორგანიზაციები და საკმაოდ დატვირთულები არიან. მე როგორც დიდ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებით, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ან მუდმივად მათ აქვთ ესე რომ ვთქვათ სამუშაო არეალი და ვფიქრობ, რომ ანუ ზოგადად ერი ვართ ისეთი, რომელსაც გვიყვარს კონკრეტული რაღაცების აღნიშვნა და თუნდაც აი დაბადების დღის და სხვა ქორწილის და ასე შემდეგ და ეგ მაგიტომ ვფიქრობდით, რომ ძალიან რელევანტური იყო საქართველოში დაწყება ამ პროექტის და თან საკმაოდ ბევრი ვენდორი არის, რომელთანაც შეგვიძლია უკავშირი და რაღაცა პლატფორმაზე დაონბორდება და რაც პრაქტიკამაც აჩვენა და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად. და მგონია, რომ ქართველი მომხმარებელი საინტერესო მომხმარებელია, საკმაოდ პრეტენზიულია და თუ ქართველი მომხმარებლის ესე ვთქვათ ტესტი გადალახა, მგონია რომ საერთაშორისო ბაზრებსაც ყოწარმოთებით შეცემს უპირატესობას. ნამდვილად გეთანხმები და მაგიტო ვამბობ, რომ ძალიან მინდა რომ გულახთილი ფიდბექები მივიღოთ მომხმარებლებისგან ყველა ეტაპზე. კი ბატონო. ელენგა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, დროისთვის და წარმატებები ველოდებით, ამოქმედებიდან გელოდებით გადაცემაში, რომ შევაჯამოთ ის შედეგები, რასაც უკვე მომხმარებლისგან მიიღებთ. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ ელენკა კოხრეიძე ბაშის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, რაც შეეხება ჩვენს მორიგ თემას. სიუჟეტი უნდა ვნახოთ და გავიგოთ რომელი ქვეყნები არიან ისინი, ვინც ახალ აეროპორტებს აშენებენ და ამ მხრივ საკმაოდ დიდ ინვესტიციებსაც ახორციელებენ. პანდემიურ წლებს თუ არ ჩავთვლით, გლობალური ტურიზმის სექტორი მუდმივად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობაში მოგზაურობის სურვილი კვლავ მზარდია. ტურიზმის სექტორი მილიარდობით ადამიანისთვის და ასობით ქვეყნისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2025 წლის მონაცემებით ტურისტების რაოდენობით პირველობას ლაჟვარდოვანი სანაპიროთი და საუკეთესო ღვინით სახელგანთქმული საფრანგეთი იკავებს, რომელსაც გასულ წელს 89 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. მეორე ადგილს მზიანი ზღვის კურორტებით ცნობილი ესპანეთი იკავებს, სადაც 83 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა. როცა მესამე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები მოხვდა, სადაც გასულ წელს 79 მილიონი ტურისტი ჩავიდა. აღნიშნული ქვეყნები ტრადიციულ ტურისტულ ქვეყნებად ითვლებიან, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებულია, მაგრამ ბოლო წლებში გლობალურად გამოჩნდა არაერთი ქვეყანა, რომლის მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. რაც ხელისუფლებებს და კერძო სექტორს ტურიზმში დიდი ინვესტიციების დაბანდებისკენ უბიძგებს. ასეთ სახელმწიფოებს შორის ხშირად ხვდებით აზიურ და სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯერაც ამოუცნობ და ეგზოტიკურ ტერიტორიებად ითვლება. დღეს იმ ქვეყნებზე მოგიყვებით, რომლებიც მზარდი მგზავრთნაკადის საპასუხოდ ახალ-ახალი აეროპორტის აშენებას აანონსებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მილიონობით მგზავრს მოემსახურებიან. ვიეტნამი მდიდარი ისტორიის და საინტერესო გეოგრაფიული რელიეფის ქვეყანაა, რის გამოც ვიეტნამის დედაქალაქი ხოშიმინი, რომელიც ადრე საიგონად იწოდებოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ დანიშნულებად იქცა. უახლესი მონაცემებით, ხოშიმინში 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ძალიან ბევრი ამ ქალაქს ტურისტული მიზნისთვის სტუმრობს. თუმცა ტანსონ ნატის საერთაშორისო აეროპორტი მზარ დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც ქალაქში ლონგტანის აეროპორტი შენდება, რომლის ინვესტიცია 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს აღემატება. ამ აეროპორტით ვიეტნამი მიზნად ისახავს არა მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას, არამედ რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევას. კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ანდრა-პრადეშის მხარეში შენდება. აეროპორტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 550 მილიონი დოლარია, მაგრამ მოსაოდნელია, რომ ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება. აეროპორტის სამოქალაქო, სავაჭრო და ტურისტული ნაკადების მისაღებად იქნება მზად და მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ფრენებს.
საინტერესო აეროპორტები ასევე შენდება მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთში, სადაც საშუალო ფენა სწრაფი ტემპით ვითარდება, ხოლო ამ დროს, როგორც ცნობილია, ტურიზმზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იმატებს. ამჯერად ჩინეთში სიემენის სიახლოვეს შიანგანის აეროპორტი შენდება, რომლის საპროექტო ბიუჯეტი არასრული 10 მილიარდი დოლარია. ახალი აეროპორტი ზღვისპირა მხარის განთავსდება და ტურისტული დანიშნულების გარდა ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციასაც შეითავსებს. აზიასთან ერთად მოგზაურები ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტერესდებიან სამხრეთ ამერიკის კონტინენტით, სადაც ჯერაც ბევრი აღმოსაჩენი ადგილია. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სანახავი მართლაც ბევრია, ძირძველი კულტურით, უგემრიელესი სამზარეულოთი და ლამებით სახელგანთქმული თაგორიანი პერუა. ამჯერად პერუში აეროპორტი კუსკოს რეგიონის ქალაქ ჩინჩეროში შენდება. ჩინჩეროს აეროპორტი ზღვის დონიდან 3720 მეტრზე შენდება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კუსკოს მოძველებულ აეროპორტს ჩაანაცვლებს. აეროპორტი საერთაშორისო და ადგილობრივ რეისებს მიიღებს, ხოლო მის ასაშენებლად ინვესტორმა რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოყო. კიდევ ერთი საინტერესო აეროპორტი ქართველებისთვის კარგად ნაცნობ საბერძნეთში შენდება. აეროპორტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ 500 მილიონი ევროა, ხოლო პირველ რეისებს ის 2026 წელს მიიღებს. გადაცემის მეორე ნაწილს სტუმარ მასპინძლობაზე საუბრით ხსნით და გაცნობთ კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი სტუმარ მასპინძლობის სააგენტოა საქართველოში. საუბარია ამირბარი ჰოსპიტალიტი აგენციზე, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს გადაწყვეტილებებს სრულ სპექტრს თავაზობს. სააგენტოში პროფესიონალები არიან გაერთიანებული და მომხმარებელი ამის ხარჯზე სრულ მხარდაჭერას იღებს. საუბარია იდეის გაჩენიდან მის ბოლომდე განხორციელებამდე. სააგენტოს მუშაობის პრინციპზე ქალების ნარატივში ამირბარი ჰოსპიტალიტი აგენციის დამფუძნებელი ქეთი ამირბარი თავად მოგვიყვება. ქეთი, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმები მარიამ, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის. ქეთი, იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბრიდან ახალი სტარტი აიღო სააგენტომ, მინდა დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ გაჩნდა იდეა და რატომ მაინც და მაინც ეს მიმართულება, რა საჭიროება დაინახე უკვე საქართველოს ბაზარზე? იდეა გაჩნდა, მუდმივი მოთხოვნილება იყო და მუდმივი დაკავშირება ჩემთან, როგორც აი ამ მასპინძლობის სფეროს ექსპერტისგან, მცოდნესგან, რომელიც ბევრი წელია ბაზარზეა, მუდმივად იყო კითხვები, მუდმივად იყო დახმარების მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით, ოღონდ მასპინძლობის ჭრილში. სწორედ ეს გახდა, რომ ამირბარი, რადგან მართლა ჩემი ნაწილია და ის არის მე პიროვნულად ფიზიკურად ადამიანი როგორც ვაკეთებ, ანალოგიურად არის ბიზნესი, ანალოგიურად არის ბაზარზე შემოსული და მოდი ვთქვი, რომ ამირბარმა ზუსტად ის უნდა აკეთოთ, რასაც მე ვაკეთებ და ამირბარი არის გაერთიანება ამ ყველაფრის, სულ სპექტრს თავაზობს, მართლა იდეა, როცა დაებადება ადამიანს, რომ იფიქროს მასპინძლობის ბიზნესში შესვლაზე, ამირბარი მიყვება მას ბოლო შტრიხამდე, დასრულებამდე და რა თქმა უნდა მართვაშიც, ოპერაციებშიც ყველა მიმართულებით არის ჩართული. და დავამატებ, რომ ამირბარი არ გულისხმობს მხოლოდ ქეთის, მხოლოდ მე ან ჩემი გუნდის წევრს, რომელიც მუდმივად ამირბარშია დასაქმებული, გულისხმობს ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და მათთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტებზე ხდება სხვადასხვა ადამიანების დასაქმება და გაერთიანება და ამიტომ არის უნიკალური, ისეთი თან პირველია საქართველოში, როგორც მასპინძლობის სააგენტო. ქეთი, მინდა მაყურებლისთვის უფრო მეტად გასაგები რო იყოს, ჩავშალოთ ყველა ის სერვისი, რაც არის ხელმისაწვდომი და ვინ არიან ძირითადად თქვენი სამიზნე მომხმარებლები, ვისთვის არის ეს სერვისი? მათ ენაზე რო ვისაუბრო, რომ უფრო გასაგები იყოს, მაგალითად თუ ადამიანს გაუჩნდა იდეა ბიზნესმენს, რომ მოდის ხომ არ შევიდე მასპინძლობის სფეროში და ხომ არ ვიფიქრო, რომ გავხსნა სასტუმრო, კაფე, რესტორანი, მოვიძიო ლოკაცია, ბიზნეს გეგმით გავთვალო, რამდენად ღირს არ ღირს. შემდეგ ამ ყველაფერს როცა შევქმნი, სწორად პოზიციონირება მოვახდინო ბაზარზე. ყველა აქტივობა, რომელიც არის დაკავშირებული მასპინძლობის ჭრილში ვფუთავთ და მიგვაქვს მათთან ისე, რომ იყოს მორგებული იმ ავთენტურობის გათვალისწინებით, იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რასაც გვაძლევს საშუალებას მასპინძლობა. კი ბატონო. ქეთი, საინტერესოა უკვე პროექტების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალიც. რამდენი პროექტია და რამდენად გაჩნდა აქტიურად მოთხოვნა? ესე იგი, ამირბარი თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან და მალე ამას უფრო ისე მკვეთრად წარმოვაჩენთ. სხვადასხვა პროექტებია. ყველაზე ხაზგასმით ალბათ მე თვითონაც იმდენად მიყვარს, ეს არის სწავლა და სწავლების მომენტი და ტრენინგები, სადაც კოუჩინგის ნაწილით, მენტორინგის ნაწილიც არის ეხლა უკვე ჩართული.
გუნდებს ვეხმარებით. ესე არის პატარა პროექტები, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია ჩემთვის ღვინის სადგური წინანდალში, რომელიც ამირბართანაც ქეთისთანაც თანამშრომლობს და რაღაცა ჩემეული გახდა და ძალიან გულშემატკივრობდა, ძალიან მინდა რომ ამირბართთან ერთად რაღაცა ვითარდება და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი არის სხვადასხვა პროექტები. პატარა სასტუმროები, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას გულისხმობს. ღვინის სადგურის სრული მომსახურებით ვართ შესული და შესაბამისად უფრო ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სოციალური მედიის მიმართულება, გაყიდვების მიმართულება, სადაც ესე ჩართულები ვართ, არის სხვადასხვა რეგიონები, დასავლეთი, აღმოსავლეთი, მთის რეგიონები, რომელსაც ნელ-ნელა ესე წარმოჩენას ვაკეთებთ ხო. კი ბატონო, რადგან ახსენე ღვინის სადგური და ამ პროექტის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა კომპანიისთვის, მინდა მიმოვიხილოთ მცირედით, რას გულისხმობს, რა კონცეფცია, სად მდებარეობს, მოკლედ ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უკავშირდება ამ ობიექტს. ჯერჯერობით არ გავხსნილ ვარ და ესე პოზიციონირება ბაზარზე არ ხდება, მაგრამ მოხდა განსაკუთრებული კონცეფციის შექმნა, თან ჩართული ვარ ბოლომდე, ეს არის ღვინის ქარხნის პროექტი, ქართული ღვინის კორპორაციის პროექტი არის, რომელიც შემოდის ბაზარზე ახალი სიტყვით. ანუ იდეა არის ის, რომ თვითონ მოგონებები და თვითონ ღვინის თემა უფრო სხვანაირად დაანახოს მომხმარებელს სხვადასხვა ჭრილში. მდებარეობს წინანდალში, არის სხვადასხვა მომსახურებები, გვაქვს ზაფხულში განსაკუთრებულად ისეთი საინტერესო აქტივობები და ასევე სივრცეები, სადაც ძალიან საინტერესო ღონისძიებების დაგვეგმავს, გეგმავთ, ასევე ღირსშესანიშნავი დღეების, არის სივრცეები, სადაც აი მარტო ფოტოსესიისთვის ჩამოვლენ მგონი ადამიანები, ამიტომ ეს უფრო გაზაფხულისთვის გადავწიეთ და ძალიან ისე ვემზადებით, რაც თავარია გუნდი შექმნილია. და ისე ამაყად ვემზადებით, იმიტომ რომ დრო გვაქვს. კი ბატონო, ანუ გაზაფხულის პერიოდიდან უკვე იგეგმება, რომ პირველი სტუმრები მიიღოს. განთავსების შესაძლებლობაც არის, ეს არის მოკლედ სასტუმრო ობიექტი, სადაც როგორც ახლა დეგუსტაციების სხვადასხვა გამოცდილებას მიიღებს, ასევე შესაძლოა დარჩეს და რამდენიმე დღე გაატაროს მომხმარებელმა. სადეგუსტაციო სივრცეები ცალკე არის, უზარმაზარი მარნის მიმართულება არის და ბევრი აქტივობები იქნება, რომელიც როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე უცხოელისთვის იქნება საინტერესო თავისი სხვადასხვა ექსკურსიიდან დაწყებული ასევე აქტივობით, რომელიც ჯერჯერობით არ არის ქართულ ბაზარზე. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და ამ პროექტის დეტალებს აუცილებლად მოიგითხავს ცალკეულად უკვე BMG. ხო, მინდა კითხო სერვისების ნაწილში მოთხოვნაზე, რამდენად გააქტიურდა რეგიონი. იმიტომ რომ თბილისში ვიცით რომ ბევრი სასტუმრო ობიექტი იხსნება, თუმცა რეგიონებში რა ვითარება, ძირითადად რომელი მიმართულებით ჩნდება მოთხოვნა და ეს ტენდენცია როგორ შეაფასებდი? ყველაზე დიდი მოთხოვნა, რასაც ვუყურებ და მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ ჩემს პარტნიორთან ერთად, რომელიც ამირბართანი თანამშრომლებს, ეს არის გაყიდვების მიმართულება, რომელიც საკმაოდ ისეთი მოთხოვნადია თავისი მარკეტინგით, სოციალური მედიის აქტივობებით. იმიტომ, მაგრამ ჩდება თუ არა გაყიდვების მოთხოვნა, მე გავდივართ იმ პრობლემაზე, რომ ბევრი რაღაც მენეჯმენტშიც გასასწორებელია და შესაბამისად მე რაღაცა ერთდროულად ვკრავთ ხოლმე ისეთ შეთავაზებას და ისე ვერგებით ადამიანებს, რომ მათთვის მისაღები იყოს მარტო გაყიდვა არ არის მთავარი, როცა მოვა ადამიანი, მე როგორი გარემო ხდება და მენეჯმენტი როგორისთვის არის მზად. მაგრამ ნუ გამოვარჩევდი, რომ მარკეტინგი და ციფრული მედიის მიმართულება, ჩართულობა სოციალური მედიის ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა ერთ ჭრილში განიხილავენ ხოლმე და ერთად ხედავენ ყველაფერს მომხმარებლები. კეთი ახსენე კახეთში ახალი პროექტი, რამდენად გააქტიურდა კახეთი და მათ შორის სხვა რეგიონებიც საქართველოს მასშტაბით, ამ მიმართულებით როგორია მათ შორის პოტენციალი? კახეთს რაც შეეხება, კახეთი ძალიან გააქტიურებულია, აი 2 დღის წინ ჩამოვედი და ვერც ერთ რესტორანში ვერ შევედი, ოღონდ მართლა თან ფესტივალი იყო და საკმაოდ ისეთი შაბათ-კვირის აქტუალურობა ისევ რჩება. რა თქმა უნდა, დასატვირთი არის სხვა ღონისძიებებით, სხვა მისადგომებით, უკვე მიდგომებით შუაკვირა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისი და კახეთი შიდა ტურიზმის მიმართულებით და ჩვენს წარმოსახვაში ქართველების როგორც მომხმარებლის ძალიან ახლოს არის და ზღვარი აღარ რჩება იქ ჩასვლამდე. მიუხედავად იმისა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მქონდა პროექტი რეგიონში, დასავლეთში, სადაც უფრო მცირე დრო იყო ჩასასვლელად. ანუ თბილისი ჩადის უფრო კახეთში, ვიდრე თქვა დასავლეთში. ანუ ათვისებული კახეთი უფრო აქვს, ვიდრე თქვა სხვა მხარე. მაგრამ ქართლის მიმართულება ძალიან აქტუალურად შემოდის, მინდა ვთქვა და ესე
პოზიციონირების კონკურენციას ჯერ ვერ უწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გონია რამდენიმე წელსში საკმაოდ კონკურენტული იქნება კი. გაჩნდება. ნამდვილად. ქეთი, ახსენე რომ იდეის გაჩენიდან ადამიანს რომელსაც სურს რომ სტუმარმასპინძლობის ბიზნესში შევიდეს, შეუძლია მიმართოს სააგენტოს და მიიღოს ის საწყისი სერვისებიც, ხო? ამ მიმართულებით საინტერესოა, რა არის ის შეცდომები, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ ამ ბიზნესში უნდა შევიდნენ, ან აკეთებდნენ სასტუმროს და მერე უკვე ხვდებიან რომ არ გაამართლა და ამის მიზეზი მერე არის ხოლმე ეს პატარ-პატარა შეცდომები, რაც თავშივე დაუშვეს. ეს მიზეზები რომ ჩამოვთვალ ძალიან დიდი დრო მინდა, მაგრამ თავარი ალბათ ის არის, როცა დამკვეთი მოდის, გონია რომ რადგან აქვს გამოცდილება როგორც სტუმარს, რესტორანში და სასტუმროში ყოფნის, იცის ბიზნესს. და არ თავს ჰოტელიერს, არ თავს რესტორატორს შესაბამისად მცოდნეს. ანალოგიურია ექსტერიერის, ინტერიერის ნაწილში, რომელიც ეწყობა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ვთქვათ, რომ სტუმარი როგორ ხედავს მათ, მაგრამ ჩვენ რო გადავიდეთ პროცესებზე, რომელიც უშუალოდ ოპერაციები მიმდინარეობს, მე არ არის ხოლმე ისე მოწყობილი, როგორც რეალურად გამართულ სასტუმროს, გამართულ რესტორანს, კაფეს ჭირდება. ეს არის ხოლმე ყველაზე მთავარი ძირეული შეცდომები. თავიდან ძალიან დიდი თანხების გაშვება კონკრეტულ რაღაცაზე ორიენტირება, ვთქვათ, მშენებლობის ნაწილში რაღაცა ვიზუალური ეფექტი რო ექსტერიერში იყოს და უშუალოდ უკვე როცა შენდება სასტუმრო და გახსნის წინ ვართ და ძალიან მთავარი დეტალები არის უკვე შესასყიდი და ორიენტირება მასზე გასაკეთებელი, იქ ფულის დაზოგვა. დაზოგვა თანამშრომლში ფულის. აი ესეთი რაღაცები არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ურტყავს ბიზნესს და ბიზნესი არ არის წარმატებული. ანუ ბალანსირებულად ამ ყველაფრის სწორი ფინანსური პროექციების წარმოება თავიდანვე არის ბიზნესისთვის პირველი წარმატების გასაღები. კი ბატონო, რამდენად აცნობიერებენ ხოლმე მე უკვე ამ შეცდომებს კონსულტაციების შემდეგ და რამდენად არის ხოლმე მზაობა, რომ ამ ნაწილში ჩაერთონ თავადაც და ეს გამოწვევები გადაიჭრას ერთობლივი ძალები. სამწუხაროდ შეცდომის მე უფრო აცნობიერებენ ხოლმე, მაგრამ არის რა თქმა უნდა რაღაც წილი ბაზარზე დამკვეთების, რომელიც ფიქრობს, რომ მოდი თავიდანვე ვცადო ესე გავაკეთო. მთავარი არის ხოლმე უბრალოდ ჯობს, რომ ცოტა დიდი დრო დაიხარჯოს, თუნდაც ჰოტელიერის, თუნდაც ადამიანის, ვინც გეხმარება ამ ბიზნესში მოძიებაში და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, რომ მის მიმართ თუ რაიმე ნდობა არ აქვს, სრული ნდობა კონდეს, რომ დააკონტროლოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ენდოს რომ საქმე ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორც საჭიროა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პრობლემა არის, არა მარტო ჩემი, არამედ ბევრის ბაზარზე. კი ბატონო. რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც რჩება ამ ბიზნესში, მათ შორის სერვისის ნაწილში, მათ შორის კვალიფიციური კადრების ნაწილში? კვალიფიკაციის მიხედვით ამაღლება, კვალიფიკაციის განათლება და გააზრება ალბათ ის, რომ კომპანიებმა გაიაზრონ, რომ მხოლოდ თანამშრომლის აყვანა არ არის, ანუ მთავარია მისი შენამშრომლობა, ადამიანებზე ხაზგასმა, ანუ რომ აყვავს არა დაქირავებული ადამიანი, არამედ დაქირავებული პირი, რომელსაც ყველაფერი შეიძლება დაავალო, არამედ ადამიანი, მით უმეტეს მასპინძლობაში და მომსახურებაში ვეძებთ ჩვენ ტალანტებს, ვარსკვლავებს, რომლებმაც ჩვენი ბიზნესი უნდა გაყიდონ, უნდა გამოანათონ და მათი შენარჩუნება არ არის ადვილი, იმიტომ რომ ყოველთვის ვითარდება ასეთი ადამიანი და უნდა შევქმნათ ასეთი გარემო. ასეთი გარემოს შექმნა არის თავისუფლების მიცემით, ნდობის მიცემით, რომელიც მერე იწვევს შესაბამისად წარმატებული ბიზნესის საწინდარია ყოველთვის. ამიტომ ეს არის, რომ ადამიანები, რომლებიც გაედინებიან საქართველოდან და სამწუხაროდ ძალიან აქტიურად, აი ესეთი ადამიანების შენარჩუნება, ბაზრის გაცნობიერება იმის თუ სად ხარ, რომელ ბაზარზე ხარ, შესაბამისი ხელფასის შეთავაზება, შესაბამისი პირობების შეთავაზება, აი ეს არის ალბათ მთავარი, რაც დაგვეხმარება. ასევე რა თქმა უნდა, სწავლის მიმართულება და ამაში ინვესტირება, არა იმ კუთხით, რომ აი ახლა მე თუ მას ტრენინგს ჩაუტარებ, მე შეიძლება წავიდეს. მე ვკითხულობ ხოლმე, რომ დარჩეს, რა ხდება. კი ბატონო. ხო, აი რეგიონებში რა ხდება კადრების ნაწილში? მგონია რომ იქ უფრო მეტად არის ეს გამოწვევა? კი. და რეგიონსაც გააჩნია, ასევე ძალიან ეტყობა რეგიონს, მაგრამ აქაც ძალიან მიკროკლიმატები არის ყველა რეგიონში ამ მიმართულებით და მენეჯმენტი თუ არის გამართული და ჯანსაღი თავისი თანამშრომლის მიმართ, მომენტალურად ეს ყველაფერში აისახება.
მაგრამ რეგიონებში ძალიან ბევრი სამუშაოა, ცნობიერება არის წასამაღლებელი, რაღაცეებზე თუ არ ვასწავლე, როგორ მომცემს ის იმას, რასაც მე მინდა, მხოლოდ მოთხოვნით ძალიან ძნელია ეს გააკეთო. ეს იწყება თავიდან და მერე ჩადის ქვევით, ანუ იწყება მენეჯერებით, იწყება ცნობიერების ამაღლებით. სწორედ ამაზე ორიენტირდება ამირბარი, რომ ცნობიერება უმაღლო თვითონ ადამიანს, ვინც ქმნიან ესეთ ბიზნესებს, რომ იცოდნენ რას ქმნიან. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, ესე ჭაჭული რეაქციით გადაედება ხოლმე და აი ამაზე ვართ ორიენტირებული. რეგიონებში განსაკუთრებით სემძლავრად დგას და აი განსაკუთრებით ვცდილობ სადაც მაქვს ხოლმე რეგიონში შეხება, მუდმივად ვითანამშრომლო იქაურ ტურისტულ წარმომადგენლობებთან რაღაც გარკვეული შეხვედრები გავაკეთებთ, რომ ცნობიერების თვალსაზრისით ამაღლდეს ეს ცნობიერება დავეხმაროთ. კეთი, ტრადიციულად მინდა მიმდინარე უფრო სწორად გასული ზაფხული შევაჯამოთ, როგორი იყო აქტივობის კუთხით, რა გამოწვევები იყო, რაღაცა მიმოვიხილოთ ვითარება. შარშანდერზე შედარებით ბევრად კარგი ზაფხული ჰქონდა ყველა რეგიონში. განსაკუთრებით, კახეთს შესაბამისად არ ეტყობა ხოლმე, ვთქვათ, აღმოსავლეთს უფრო არ ეტყობა და ქართლის რეგიონი საკმაოდ დატვირთული იყო, იმიტომ რომ წარმოშობით იქიდანვე და ხშირად მიწასხოლის ზაფხულში ყოფნა და აი, ჩემს ირგვლივ არის ესეც კარგი სასტუმროები, რომლებიც მიხაროდა, რომ მუდმივად დატვირთული იყო. მუდმივად კონტაქტი მქონდა მენეჯმენტთან. ასევე დასავლეთის მხარეც უფრო დატვირთული იყო, მაგრამ სეგმენტი შეიცვალა. სამწუხაროდ დაპატარავებულია ევროპიდან, თითქმის არ არის. და აი უშუალოდ კონკრეტულ ჯავშნებზე, ინდივიდუალურ მიდგომებზე თუ კონკრეტული კომპანია სასტუმრო პოზიციონირებს და პირდაპირ შემხებლობა აქვს, ხოლო ამ შემთხვევაში არის ევროპიდან თქვა დატვირთვა. ისე არის გალფის ქვეყნები, აღმოსავლეთის ქვეყნები და სამწუხაროდ ის ქვეყნები, რომლებსაც აი ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გასტრონომია არ აინტერესებს და გასტრონომიის ნაწილში ვფიქრობ ხოლმე, აი სულ ვფიქრობდი ზაფხულში, რომ აი თითქოს გასტრონომიას ხელი არ ეწყობა რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ თვითონ ჩამოდიან და მოთხოვნათ თავისივე საკვები, თავისივე კერძების და ამ შემთხვევაში გასტრონომიას ძალიან უჭირს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ქვეყნები ვისთანაც თანამშრომლობთ, სრულად იყოს დაინტერესებული ჩვენი კულტურით, რომ კულტურით, გასტრონომით, რომ განვითარება შესაბამისად ბალანსირებულად მოხდეს და არა, თქვათ, მხოლოდ ღამის თევაზე იყოს აქცენტირება გაკეთებული. ხო, აი რა გავლენას ახდენს მე უკვე ბიზნესზე ფართო მასშტაბით სეგმენტის ასეთი უცებადი ცვლილება? ახდენს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ეს დავინახე ჩემ ერთ-ერთ პროექტზე დასავლეთში, სადაც უშუალოდ ეს პროექტი ადგილმდებარეობითაც ისე არის მოწყობილი, ევროპულ სტუმარზე არის გათვლილი. და როცა ევროპა დაიკლო, პირდაპირ მოხდა ვარდნა მისი ჯავშნების და ეს იყო ძალიან ესეთი, იმიტომ რომ სენსიტიური მომენტი. არის უნივერსალური ადგილები, არის ისეთი ლოკაციები თბილისშიც ხო, სადაც ყველა ტიპის სტუმარის მიღება შეიძლება. არის ადგილები, სადაც თქვათ, ხო, კულტურული აქტივობები აინტერესებს სტუმარს და აუცილებლად იმ ლოკაციას გაივლის და ის იქნება მისი ადგილი, სადაც ცოტა ხანი გაჩერდება. აი მომენტალურად და ხო გეუბნებით, აი პირველი ის პირდაპირ შეხედო და პროფესიონალი არც იყო, ეტყობა რომ გასტრონომის ნაწილში ძალიან ისეთი მკვეთრი ცვლილებები იყო, სეგმენტმა გამოიწვია რაღაცების ცვლილება და ეს ცოტა ისეთ გულსადგენი მომენტია, მით უმეტეს, როცა გასტრონომიამ დაიწყო ძალიან ესეთი ნაბიჯების გადადგმა და აღმოჩენა და ავთენტური კერძების შექმნა და ძალიან აქტიურად განვითარება. კი, ნამდვილად. კეთი, ფასების ნაწილში როგორ ვითარება იყო? თუ იყო ფასთა პოლიტიკის ცვლილება რეგიონების ჭრილში? ფასთა პოლიტიკის მუდმივი ესეთი საკითხია, რომ მუდმივად ჩვენ თვითონაც ვცდილობთ ახლა რაღაცა ესენი გვაქვს კომუნიკაციის არხები, სადაც კომუნიცირებთ ჰოტელიერები, რესტორატორები, რაღაცა ეს ფასები არ იყოს დემპინგური, არ იყოს პულსირებული ძალიან, მაგრამ გვინდა არ გვინდა, მაინც რაღაცა ზოგი თამაშგარეთ ჩდება, მე ფასი სადღაც ვარდება, მაგრამ მაინც საშუალო ჭრილში ბალანსდება თითქოს, მაგრამ ფასები ისეთი არ არის როგორც უნდა იყოს. შესაბამისად უჭირს ხოლმე კერძო ესეთ დამოუკიდებელ ბრენდებს პოზიციონირება სწორად და ძალიან უჭირს მათთან შედარება როგორც არის საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ძალიან ბევრი რესურსი აქვს და მასთან გვერდზე დგომა საკმაოდ ძნელია, თავისი სტაფით, თავისი ოთახების რაოდენობით და ასე შემდეგ.
კი ბატონო. კეთი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ტრადიციულად საინტერესო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაზიარებისთვის და გელოდებით არაერთხელ ჩვენს ეთერში. ჩვენს გელოდებით. ყველას და მადლობა დიდი კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ, კეთი ამირბარი ჰოსპიტალიტი აგენციის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში. ამით კი დღევანდელი ეთერი დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვალამდე, თუმცა BMG TV-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.